არაერთხელ ნახავდით ალბათ, რომ x plus a და ეს გამრავლებული მე x თქვათ plus b-ზე, აი ესეთი ნამრავლი როცა მაქვს, აქედან მარტივად შემიძლია მივიღო, აი ასეთი გამოსახულება, ან ასეთი გამოსახულება, ანუ რაღაც 3 წევრის ჯამი, სადაც შედის კვადრატული წევრი, x-იანი წევრი და მე თავისუფალი წევრი. კარგი, მაგრამ შებრუნებული პროცესი როგორია, ეგაა საინტერესო. ანუ თუ თქვათ მოცემული მაქვს აი ესეთი განტოლება, როგორ შემიძლია ეს გადავწერო ნამრავლის სახით? ანუ ეს გადავწერო 2 წევრის ნამრავლის სახით. ეგაა საინტერესო და ამ ვიდეოში მინდა რომ ეგ გავარჩიო. ახლა, რაზე ვიწყებ ფიქრს? მოდი, გავამრავლებ ჯერ ამას და მანდედან მივყვები. ანუ ეს რომ გავამრავლო, მახსოვს რომ ვიღებ ესეთ რაღაცას. x კვადრატს დამატებული a-ს plus b ჯერ x-ს და ამას დამატებული რას? a b-ს, ხო? აი ამას ვიღებ, როცა ამათ ვამრავლებ ერთმანეთს. ეხლა ესეთ რამეზე დავფიქრდები მე, რომ აი ეს -14 სიამდვილეში, ხო? აქ რო ზის. x-ზე რომ არის გამრავლებული. თამაშობს a-ს plus b-ს როლს. რა? და ამავდროულად ეს 40 აქ რომ არის. თამაშობს, მოდი სხვა ფერით შემოვხაზო, იმიტომ რომ აქაც ყვითელია. აი ეს 40 თამაშობს a-b-ს როლს, a-ს და b-ს ნამრავლის როლს. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ a-ს დამატებული b უნდა იყოს -14 და a გამრავლებული b-ზე უნდა იყოს 40. ანუ მე თუ ვიპოვე ასეთი a და b, მაშინ შემიძლია უკვე, რომ ეს გამოსახულება ნამრავლის სახით ჩავწერო. ეხლა მოდი მოვიფიქრებ, როგორი a და b შეიძლება იყოს. ანუ ხალხი შემიძლია ამოხსნა ეს განტოლება, მაგრამ ზეპირადად შემიძლია მივხვდე. ნუ რა მჭირდება ახლა? მჭირდება რომ a-ს და b-ს ნამრავლი იყოს დადებითი, ამიტომ ორივე უნდა იყოს ან დადებითი, ან უარყოფითი და ამ დროს ხედავ რომ a-ს და b-ს ჯამი უარყოფითია, ამიტომ გამოდის რომ ორივე უნდა იყოს უარყოფითი. ხო? იმიტომ რომ დადებითები თუ შევკრები, უარყოფითს ვერ მივიღებ. კარგი, მაგდენი გავარკვიე რომ ორივე უნდა იყოს უარყოფითი, მაგრამ ახლა რა ორი რიცხვი შემიძლია ავიღო რომ ნამრავლში მქონდეს 40 და ჯამში მქონდეს 14, -14. ნუ 40-ის გამყოფები შემიძლია გავიხსენო, ახლა 1 და 40 არ გამომადგება აშკარად. არც 2 და 20, იმიტომ რომ -2-ს -20 -22 მოწევს. მაგრამ -4 და -10 საკმაოდ კარგი ვარიანტია და ნახოთ რატომ. -4-ს რომ დავუმატო მე -10, მართლაც მივიღებ -14-ს და -4 რომ გავამრავლო მე -10-ზე, მართლაც მივიღებ 40-ს, ხო? ანუ მე ვიპოვე ჩემი a და b. და რადგან ვიპოვე ჩემი a და b, ახლა შემიძლია გადავწერო აი ეს ასეთი ნამრავლის სახით. აი ამ მსჯელობას ვატარებ. რომ ეს იქნება იგივე რაც x-ს დამატებული ჩემი a, ანუ -4, გამრავლებული x-ს დამატებული ჩემს b-ზე, ანუ -10-ზე. აი ესე. დამატებული -10. აი ესე. აი ეს იქნება ჩვენი გამოსახულება. ან ცოტა უფრო რომ მარტივად ჩავწეროთ, ეს იქნება x -4 ჯერ x -10. და ეხლა მართლაც ეს რომ გადავამრავლოთ, პირდაპირ მიიღებთ აი ამას. მოდი კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ, მსგავსად. ახლა აქ რა სიტუაცია გვაქვს? აქ გვინდა რომ ვიპოვოთ ორი რიცხვის ჯამი, ისეთი რიცხვების რომ -1 მოგცენ, ანუ a-ს დამატებული b უნდა უდრიდეს -1-ს, ნუ -1 იმიტომ რომ მინუს რიცხვი აქ რომ მიწერია, უბრალოდ მინუს ნიშანი რომ მიწერია x-ის წინ, იგივე რაც -1-ზე გამრავლება. და ამ დროს ამათი ნამრავლი a ჯერ b უნდა იყოს -12. ესე იგი, აშკარად ერთი არის დადებითი და მეორე უარყოფითი, იმიტომ რომ შედეგი ამათი ნამრავლის არის უარყოფითი. ახლა ახლო რიცხვები გვჭირდება, იმიტომ რომ მაგათ შორის სხვაობა არის 1 ან -1 სულ ერთია, ხო? ამიტომ 3 და 4-ია კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ თუ დაუკვირდებით 3 და ნუ რადგან უარყოფითია შედეგი ამათ ჯამისას -4 იქნება მეორე, 3-ს რომ დავუმატო -4, მართლაც მივიღებ -1-ს და 3 რომ გავამრავლო -4-ზე, მივიღებ -12-ს, ასე რომ საკმაოდ კარგი ვარიანტია ეს. მაშინ შემიძლია ჩემი გამოსახულება გადავწერო ასეთი სახით. ეს იქნება იგივე რაც x-ს დამატებული a, ანუ 3 და x-ს დამატებული b, ანუ -4, ანუ პირდაპირ გამოკლებული 4. აი ეს ახლა ისევ რომ გავხსნათ ფრჩხილები და გავამრავლოთ, ზუსტად მოგცემს აი ამ გამოსახულებას.